შენყურებთ კურიერს 900-880 მეტრიანი ესტაკადის მშენებლობა სვენეთირუისის მონაკვეთზე რამდენიმე დღეში დასრულდება 42 ბურთზე აშენებული ესტაკადა დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი ავტობანის ნაწილი იქნება. კონსტრუქცია იშვიათი ტექნოლოგიით ააშენეს. დანადგარი, რომელიც მილიმეტრული სიზუსტით გზების საფარს ამზადებს, ახლა სვენეთირუისის მონაკვეთზე მუშაობს. ტექნიკა ამ ტერიტორიაზე ახალი ესტაკადის ბოლოს ამუშავებს აწარმოებს. 880 მეტრიანი ახალი სამანქანო ხიდი გორიდან რამდენიმე კილომეტრში ერთ კვირაში უნდა გაიხსნას. ახალი ესტაკადა იმ ავტობანის შემადგენელი ნაწილია, რომელიც ბათუმამდე ჭავა. 42 ბურჯზე შემდგარი თითქმის 1 კილომეტრიანი ესტაკადა ორზოლიანი იქნება და თითო მიმართულებით ავტომანქანები გადაადგილებას ორბილი გზე შეძლებენ, რაც სამხრივი მოძრაობისას გადაადგილების ხანგრძლივობას შეამცირებს. ესტაკადის ექსპლუატაციამდე ამ ეტაპზე ტესტირების პროცესი მიმდინარეობს. ის შემდეგაც უკვე ასფალტის საფარის დაგება დაიწყება. თურქეთშიც არ არის რკინა-ბეტონის ამ ტექნოლოგიით გაკეთებული ხიდი. შესაბამისად, თავისი უნიკალობიდან გამომდინარე, გათვლილია სპეციალური სეისმომედეგობაზე. ესტაკადის გახსნამდე სამუშაოები დღეს რეგიონული განვითარების მინისტრმა დაათვალიერა. რამაზ ნიკოლეიშვილმა ეს გზა ფეხით გაიარა და ადგილზე დასაქმებულ მუშებს გაესაუბრა. ტექნოლოგია, რომელიც სვენეთირუისის ესტაკადის მონაკვეთის მშენებლობაზე გამოიყენეს, იშვიათია. ესტაკადები ამ ხერხით საქართველომდე მხოლოდ პოლონეთში აშენდა. მნიშვნელოვანია ეს ხიდი იმით, რომ ერთდროულად 700 კაცი მუშაობდა ამ ხიდზე 2 წლის განმავლობაში და მისი დიდი ნაწილი იყვნენ ქართველები, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ინოვაცია, ეს ტექნოლოგია ჩვენ თავისთავად შევისწავლეთ. ადგილობრივი ვარ, რომ გავიგე, რომ არის ესეთი კომპანია, აკორდი საგზაო კომპანია, მოვედი და მიმიღეს. ხო და კმაყოფილი ვარ. ხიდების მშენებლობის ფრანგული მეთოდი გზას უფრო ხარისხიანს ხდის. ამ მეთოდის მიხედვით ხიდის მონოლითური სისტემის დამზადება ესტაკადის მიმდებარე სამშენებლო მოედანზევე ხდება. ფრანგული მეთოდის გამოყენებით აგებული ესტაკადები ძლიერ მიწისძვრებსაც უძლებს. სვენეთირუისის მონაკვეთით სპეციალურ სადგომებზეა, რომელიც ძლიერი ბიძგების შემთხვევაში იკეტება და გზას რყევის საშუალებას არ აძლევს. ჩვენ ესტაკადის მშენებლობას გადაცურების პრინციპით ვაწარმოებთ. კონკრეტულად ამ მონაკვეთზე შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ხარისხიანი და მყარი გზა გამოვიდა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ესტაკადა მინიმუმ 100 წელი შეფერხების გარეშე იმუშავებს. სვენეთირუისის ესტაკადაზე პირველი მანქანა სავარაუდოდ 1 სექტემბერს გაივლის. გზაზე, რომელიც მსოფლიო ბანკისა და რეგიონული განვითარების სამინისტროს თანადაფინანსებით აშენდა, ახლა ასფალტის დაგება მიმდინარეობს.